გამარჯობათ. დღევანდელ თემას ქვია მადლი. რა არის მადლი? ადამიანთა უმრავლესობას მადლი გონია კეთილი საქმეების კეთება, ლოცვა, მარხვა, მოწყალების გაცემა. მადლი ყოფილა ღმერთის ენერგია. სამება ღმერთის ენერგიას ეწოდება მადლი. და ჩვენი კეთილი საქმეები ეს არის მხოლოდ საშუალება მადლის მოსახვეჭად. ადამმა ცოდვით დაკარგა მადლი. უფალი განკაცდა, გოლგოთაზე გამოისყიდა ადამიანი, დაადგინა ეკლესია და დაგვიბრუნა მადლის მიღების შესაძლებლობა. ყოველი ცოდვით მადლი იკარგება, ყოველი კეთილი საქმით ეს ენერგია გვემატება. თუ თქვენ ღვთის გულისთვის გასცემთ მოწყალებას, ამ ენერგიას მიიღებთ. თუ თქვენ თავს ვერ შეიკავებთ, დალევთ, მოწევთ, ამ ენერგიას დაკარგავთ. მადლი ადამიანს ცვლის, ადამიანს ალამაზებს, აჭკვიანებს, ამშვიდებს, შინაგანი სამყარო იწმინდება ადამიანისა და მადლის დაკარგვა ადამიანს აბინძურებს, ადამიანის სული კვდება. თუ ადამიანმა მადლი მთლიანად დაკარგა, ათეიზმამდე მიდის, ურწმუნოებაში გადადის უკვე. ისე დაბრმავდა, რომ მზეს ვეღარ ხედავს, ღმერთს ვეღარ ხედავს გონება. ბრმას, დაბადებიდან ბრმას, რომ ეგონოს, რომ მზე არ არსებობს. აი დაახლოებით ასე. ჩვენი დანიშნულება, ადამიანის იდეა არის მადლით ღმერთი. არის ბუნებით ღმერთი, სამება. მაგრამ ჩვენ, ქმნილებები რაც ვართ, ადამიანები, ჩვენ თურმე შეგვიძლია, თუ ვიმოღვაწევებთ, ეს მადლი მივიღოთ და გავხდეთ მადლით ღმერთები. ამიტომ ყოველთვის, როცა ქეიფზე, ჭამასმაზე, ცოდვაზე თვალი გაგექცევათ, გაიხსენეთ ხოლმე, რას კარგავთ. თქვენ არ დაკარგავთ ვილას შვეიცარიაში, ან ოქროს მთას. ცოდვით ადამიანი კარგავს ღმერთობას. გაიხსენეთ ხოლმე, არ დაკარგოთ და რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ რაც შეიძლება დიდი მადლი მიიღოთ. ვინც როგორი მადლით წავაო ამ ქვეყნიდან, წმინდანებს უწერიათ, იქ შესაბამის ადგილს დაიკავებს სასუფეველში. ღმერთმა გაგახაროთ.